მოგესალმებით ძვირფასო პარლამენტის წევრებო, ვესალმები დამსწრე საზოგადოებას. ჩვენ დღეს გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მორიგის ხდომა და საკითხად დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით და კონკრეტულად მოხსენებელი გვეყოლება აღნიშნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგიტა თოდრაძე. გთხოვთ კომიტეტის წევრებს აღნიშნული დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. მადლობთ. ბატონ გოგიტა, სანამ თქვენთან გადმოვიდოდე ორი სიტყვით ვახსენებ, რატომ მაინც და მაინც სტატისტიკის თემატიკა ჩვენს კომიტეტზე. ბევრისთვის შეიძლება სტატისტიკა უბრალოდ ციფრები იყოს, მაგრამ ეს არის ფაქტობრივად სკრინინგი ყველაფრის, რაც შეიძლება ქვეყანაში ხდებოდეს, პრობლემების იდენტიფიცირებიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, იმით დამთავრებული თუ როგორ ასრულებს სახელმწიფო თავის ფუნქციას ყველა მიმართულებით, განათლება, ჯანდაცვა, მოსახლეობის აღწერის უამრავი სხვა სტატისტიკური მონაცემი და ჩვენს კომიტეტთან კონკრეტულად მასშია იმიტომაც, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის გაფართოების. მოგეხსენებათ, რომ პირველი კლასტერი, ან პირველი ჯგუფი გაფართოების ანგარიშის იქ 5,000-ია საუბარი, ფუნდამენტური მიმართულებები, ფინანსური კონტროლი, საჯარო შესყიდვები, მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, ასე შემდგომ. ერთ-ერთი არის სწორედ სტატისტიკა და სწორედ ესეც ხაზს უსვავს, რატომ არის მნიშვნელოვანი სტატისტიკა, რომ ეს არის იგი ასახავს მაჯის ცემაზე ხელის დადება, ასე ვთქვათ, და მიმდინარე პროცესების თუ კარგად არის სტატისტიკა ნაწარმოები, რა თქმა უნდა, ასახავს ყველაფერს იმას თუ რა ხდება ქვეყანაში. და აი სწორედ ამიტომაც ამ კონტექსტში ერთი ევროკავშირის გაფართოების, მაგრამ ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც არის და ამიტომ ჩვენი კომიტეტის მხრიდან იყო ინტერესი და იმედია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება. თქვენ პირველად ხართ ჩვენი კომიტეტის ფარგლებში, ამიტომ შეიძლება მარტო რაღაც ერთი წლით არის უფრო ფართოდაც შემოვიფარგლოთ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში და ალბათ საინტერესო იქნება ასევე შემდგომი ნაბიჯები, როგორ წარმოგვიდგენია. ასე რომ გთხოვთ ბატონო გოგიტა. დიდი მადლობა. ბატონო ლევან, მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, უპირველეს ყოვლისა მადლობა ინტერესისთვის და მოწვევისთვის ამ შესაძლებლობისთვის. სანამ უშუალოდ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების საკითხებზე გადავიდოდე, ძალიან მოკლედ შევეცდები წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის მიერ გასული წლის და ზოგადად გასული წლების განმავლობაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მიღწევები, გარკვეული ცვლილებები და რასაკვირველია გაგიზიარებთ ინფორმაციას ჩვენ სამოქმედო გეგმის შესახებ, რასაც ვაპირებთ უახლოესი მომდევნო თვეების და წლის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, საქსტატი წარმოადგენს სტატისტიკურ მონაცემთა წარმოების და გავრცელების მიზნით შექმნილ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობაც ეფუძნება გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს. ჩვენი საშტატო ნუსხა განსაზღვრულია 213 ერთეულით, გარდა ამისა ჩვენ წლის განმავლობაში დაახლოებით საშუალოდ 7-3 შტატგარეშე თანამშრომელს ვქირავთ. პრაქტიკულად ეს გახლავთ ინტერვიუერები, სტატისტიკოსები, რომლებიც რეგულარულად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქალაქში, ასე ვთქვათ, აგროვებენ პირველად სტატისტიკურ ინფორმაციას და შესაბამისად მათი შრომის ანაზღაურებაც განესაზღვრება მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს, ანუ შევსებული კითხვარების შესაბამისად, ანუ რეგულარული საქმე არ აქვთ მათ და შესაბამისად რეგულარულად არც იღებენ ანაზღაურებას. გასული წლის განმავლობაში ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოების და მონაცემების გამოყენების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით რეგულარულად ვახორციელებდით სხვადასხვა აქტივობებს, დავამუშავეთ კიდევ უფრო მეტი ადმინისტრაციული მონაცემები, დავნერგეთ მონაცემთა შეგროვების თანამედროვე სისტემები და განვაგრძობდით აქტიურ სამუშაოებს ინოვაციური მეთოდების დამკვიდრების მიმართულებით, როგორც მონაცემთა შეგროვების, ისე მონაცემთა დამუშავების და გავრცელების კონტექსტში. ეს დამეთანხმებით იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას
დავზოგოთ რესურსები და იმავდროულად შევამსუბუქოთ რესპონდენტთა ტვირთი. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მონაცემთა შეგროვების მეთოდები და მთლიანად გადავერთეთ ელექტრონულ სერვისებზე. მინდა სიამაყით გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ 2023 წლიდან იანვრიდან ჩვენ უკვე საერთოდ აღარ ვიყენებთ ქაღალდის კითხვას არც ერთი გამოკვლევის ფარგლებში და მონაცემებს ვაგროვებთ სრულიად ელექტრონულად. დაახლოებით 245 სტატისტიკურ გამოკვლევას რეგულარულ საფუძველზე ვატარებთ, რომლის ფარგლებში ჩვენ გამოვიკლებთ დაახლოებით 50,000-მდე ბიზნეს სუბიექტს და კიდევ უფრო მეტ შინამეურნეობას და ამ ყველაფერს ვახორციელებთ ელექტრონულად, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ კომბინირებულ მეთოდს, ანუ ქაღალდზე დაფუძნებულ მეთოდს იყენებს. სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების თვალსაზრისით აქტიურად თანამშრომლობდით, რასაკვირველია მედიასთან, ჰქონდა აქტიური დიალოგი მომხმარებლებთან, ბიზნეს სექტორის სამეცნიერო წრეების, ასევე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ 2024 და 2025 წლები მეტწილად დათმობილი იყო მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერისადმი მიძღვნილი იყო, რომელიც ჩატარდა უშუალოდ მონაცემთა შეგროვება ოქტომბერი-დეკემბრის თვეებში 2024-ში და ეს იყო ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში პირველად სრულიად ელექტრონული აღწერა. ჩვენ მონაცემთა შეგროვება დავიწყეთ თვითრეგისტრაციის მეთოდით, რასაც მოხდა, ასე ვთქვათ, კარდაგარის პრინციპით პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით მონაცემების შეგროვების მეთოდი. ამ პროცესში, ამ პროექტში 12,500 ადამიანი იყო ჩართული და ეს იყო ასევე უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვწდომა გვქონდა სტატისტიკური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, უამრავ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროსთან, რამაც უზრუნველყო სრული მოცვა და შედეგების მაღალი ხარისხი. წინასწარი შედეგები ჩვენ გასული წლის ივნისში გამოვაქვეყნეთ და საბოლოო შედეგები მიმდინარე წელს ორ ეტაპად არის დაგეგმილი, აპრილში და ივნისში უკვე ჩვენ საბოლოო შედეგებს გაუზიარებთ საზოგადოებას. დიახ, მოსახლეობის აღწერა და სასოფლო სამეურნეო აღწერა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, ხო? მაგრამ იმავდროულად ჩვენი უმთავრესი ამოცანაა აღნიშნული მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა. ჩვენ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ და გარდა სტანდარტულად გავრცელებული მონაცემებისა, კიდევ უამრავ შესაძლებლობას ვთავაზობთ მომხმარებელს. მაგალითად, გასული წლების განმავლობაში 27 ცალკე დამოუკიდებელი თემატური ინტერაქტიული პორტალი და ონლაინ კალკულატორი შექმნა ჩვენმა გუნდმა, რომელიც ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალებების მეშვეობით სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა ინფორმაციას და შედეგით სახეზეა 2025 წლის განმავლობაში ჩვენი ვებსაიტის მომხმარებელთა რაოდენობა 1,191,000 გადააჭარბა. ანუ ეს უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა. შედარებისთვის სტატისტიკას მოგიტანთ, 10 წლის წინ 428,000 იყო მომხმარებელთა რაოდენობა, 15 წლის წინ 129,000 იყო. შესაბამისად, თუ დავაკვირდებით მეორე მხარეს, მაგალითად წელიწადში, რამდენიმე წლის წინ 10,000-მდე წერილობითი მოთხოვნა შემოდიოდა სხვადასხვა მომხმარებლის მხრიდან. დღეს დაახლოებით 1,500 შემოდის წელიწადში. ანუ მომხმარებლებს კი არ შეუწყვეტია მონაცემების გამოყენება, უბრალოდ გადაერთნენ ისინი სერვისებზე, ელექტრონულ სერვისებზე, რაც ჩვენთვისაც სასარგებლოა, იმიტომ რომ მაქსიმალურად გამოთავისუფლდა ჩვენ თანამშრომლებში ის რუტინა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული და ამ რესურსს მიმართავთ სხვა უფრო ნიშნავანი აქტივობების განხორციელებაზე, რომელიც ისევ და ისევ საზოგადოებას და მომხმარებლებს ემსახურება. გასული წლების განმავლობაში ჩვენ ასევე აქტიურად მუშაობდით მონაცემთა ალტერნატიული მეთოდების გამოყენების მიმართულებით, რადგანაც ჩვენ წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მზარდია ზოგადად მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა დისაგრეგირებულ მონაცემებზე და მხოლოდ
მონაცემთა შეგროვების ტრადიციული მეთოდები, რომელიც გახლავთ კვლევები და თუნდაც ადმინისტრაციული მონაცემები, უკვე აღარ გახლავთ საკმარისი ამ მოხმარებლიდან წამოსული მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ჩვენ უკვე ქმედითი ნაბიჯები გადავდგით უკვე რამდენიმე წელია ამ თვალსაზრისით. რას გულისხმობ? მაგალითად, ეგრეთ წოდებული დიდი მონაცემები, ანუ მობილური ტელეფონის კავშირგაბმულობის მონაცემების გამოყენება ადგილობრივი ტურიზმის და შიდა მიგრაციის სტატისტიკის საწარმოებლად, ანუ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ, ამ მიმართულების შესაფასებლად. პრაქტიკაში ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ სკანერულ მონაცემებს სამოხმარებლო ფასების ინდექსის და ინფლაციის გაანგარიშებისას. ანუ ქსელური სუპერმარკეტებიდან ვიღებთ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, ანუ მოგეხსენებათ ისინი საქონელს არ ყიდიან შტრიქ-კოდის დასკანერების გარეშე, ეს წარმოადგენს ასე ვთქვათ მონაცემთა ბაზას, რომელიც ჩვენ სტატისტიკური მიზნებისთვის მოგვაქვს და შესაბამისად სხვადასხვა სახის საქონლის ფასის განსაზღვრისთვის ვიყენებთ, რომელიც ემსახურება თავისი მიზნებიდან გამომდინარე სამოხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებას. ასევე ერთ-ერთი თანამედროვე ტექნოლოგია ეგრეთ წოდებული ვებ სკრეპინგი, ანუ ვებსაიტიდან მონაცემების ავტომატური ჩამოტვირთვა, რომელსაც უკვე მე-4 წელია ვიყენებთ უძრავი ქონების ფასების ინდექსის შესაფასებლად და სხვათა შორის ამ ყველაფერს ვალიდაციას უწევს ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, და ისინი გვეუბნებიან, რომ აი მორჩა, ეს მეთოდი თქვენ ოფიციალური სტატისტიკის საწარმოებლად უნდა გამოიყენოთ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეს განახორციელა რამდენადაც მახსოვს 2022 წელს და მას შემდეგ ამას ვიყენებთ. ასევე ჩვენ შარშან უკვე დავიწყეთ საბილოტე პროექტი სოფლის მეურნეობის სტატისტიკაში ეგრეთ წოდებული დისტანციური ზონდირების გამოყენების თვალსაზრისით, ანუ ეს გახლავთ მეთოდი, რომელიც სატელიტიდან აკვირდება სასოფლო სამეურნეო და ასე ვთქვათ, სხვადასხვა სახის კატეგორიის მიწებს და იძლევა შესაძლებლობას დავაკვირდეთ მოსავლიანობის მაჩვენებელს, იმის იდენტიფიცირებას, თუ რა არის დათესილი ამ კონკრეტულ ნიადაგზე და ეს გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამდიდროთ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და მოვახდინოთ მისი ვალიდაცია. გასული წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდით რასაკვირველია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს გახლავთ ევროსტატი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გაეროს უწყებები, მსოფლიო ბანკი, ასევე ევროპის ქვეყნების სტატისტიკის ამსახურებთან, სტატისტიკის სისტემის განვითარებით კვლავ ვინარჩუნებთ საპატიო ადგილს ევროპის ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ოცეულში. ასევე მოგეხსენებათ გასული წლის ივნისში ამირჩიეს ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს წევრად და ვიცე-პრეზიდენტად, რომელიც წარმოადგენს ევროპის სტატისტიკოსთა მმართველ ორგანოს ბიურო გახლავთ ისეთი ორგანო, რომელიც ამტკიცებს უშუალოდ საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს და ამ მეთოდოლოგიებს იზიარებენ, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის სამსახურები. ეს ყოველივე ამით იმის თქმა მინდა, ეს ყოველივე ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს სტატისტიკის სისტემა აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და ითვლება სანდო პარტნიორად, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიო მასშტაბით და რა თქმა უნდა, იმავდროულად ქვეყანას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოს სტატისტიკის პოლიტიკის გატარების და სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესში. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგების მიუხედავად ქვეყნის სტატისტიკის სისტემაში არსებობს გარკვეული ნაკლოვანებები, არსებობს გარკვეული სირთულეები, რომელთა შორის აღსანიშნავია არასაკმარისი რესურსები, რაც პირდაპირ პროპორციული უნდა იყოს, როგორც წესი, მომხმარებელთა მოთხოვნებთან, ამ სხვადასხვა სახის დისაგრეგირებული მონაცემების წარმოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებად და ნდობა სტატისტიკური მონაცემების მიმართ, რაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ასევე არასწორი ინტერპრეტაცია ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.
მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს აქტიური სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ჩვენი აქტივობები მიმართული იქნება ძირითადად სამ პრიორიტეტზე, რომელიც სტრატეგიით არის გაწერილი. ეს გახლავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, დობის და თანამშრომლობის გაძლიერება და რა თქმა უნდა მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა და მონაცემების შეთავაზება მომხმარებლებისთვის ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მათ აღქმას და აქედან გამომდინარე დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე. წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციურ მიდგომებს, გეგმავთ პროცესებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვას. ანუ დღეს მოქმედი ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის სისტემა არის პროდუქტებზე დაფუძნებული და ევროკავშირის ქვეყნები და განვითარებული ქვეყნების გარკვეული ნაწილი, ჯერ ყველა არა, უკვე აქტიურად გადადის ამ ფაზიდან, ერთი ფაზიდან მეორეში და ჩვენ უკვე საგზაო რუკა პრაქტიკულად შედგენილი გვაქვს და მიმდინარე წლიდან აქტიურ ნაბიჯებს გადავდგავთ ამ თვალსაზრისით. ამავდროულად ფართოდ გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, ვიზუალიზაციის და ანალიზის მიმართულებით. აპრილი-ივნისში, როგორც გითხარით, მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების გამოქვეყნება იგეგმება. პარალელურად განვაგრძობთ მუშაობას საქსტატის IT სისტემების გაუმჯობესებაზე, ალბათ დამეთანხმებით იმას, რომ დღეს ამ ეპოქაში შეუძლებელია არათუ პროგრესის მიღწევა, არამედ განვითარების არსებული დონის შენარჩუნებაც კი ძლავრი და მდგრადი ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე და ყოველწლიურად ჩვენ ვცდილობთ შესაბამისი ინვესტირება მოვახდინოთ ამ თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმა ითვალისწინებს მუდმივ განვითარებას და გაუმჯობესებას. ჩვენი მიზანია მომხმარებელთან აქტიური დიალოგით და მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობით ქვეყანაში შევქმნათ სტატისტიკური მონაცემთა შეგროვების, დამუშავების და ანალიზის კიდევ უფრო ქმედითი სისტემა, რომელიც თითოეულ მომხმარებელში გაამყარებს რწმენას, რომ ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა არის მაღალი ხარისხის და რა თქმა უნდა პოლიტიკური და დაინტერესებული მხარეების გავლენისგან დამოუკიდებელი. ეხლა რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საკითხს. ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ეკისრება ვალდებულებები, რა თქმა უნდა, სტატისტიკის სფეროშიც, რომელთა მიზანია ქვეყნის სტატისტიკის სისტემის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან და მონაცემთა ხარისხის, სანდოობის და საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფა. ვალდებულებები მოიცავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ინსტიტუციურ გაძლიერების საკითხებს, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივად დაახლოებას, ადმინისტრაციული მონაცემების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას, რეგიონული სტატისტიკის განვითარებას, ეგრეთ წოდებული ნაცის კლასიფიკატორის შესაბამისად და მაღალი ხარისხის მონაცემებზე ხელმისაწვდომობას. ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაბიჯს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ ახალი კანონის მიღება 2023 წელს, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხებს. აქ რა თქმა უნდა აღსანიშნავია პროფესიული სტანდარტები და მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. ეხლა კონკრეტულად გაგიზიარებთ ინფორმაციას 2024-2025 წლების მიღწევების შესახებ და რა თქმა უნდა 2026 წლის პრიორიტეტებზეც მოგახსენებთ ამ მიმართულებით. ესე იგი, გასული 2 წლის მიღწევებს შორის აღსანიშნავია მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება და წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებას წარმოადგენს ერთ-ერთს. სამხარეულ ფაზების ინდექსის შესაბამისობა ევროკავშირის მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაში ამის დადასტურებაც, ამის ვალიდაციაც შემოწმდა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, ევროსტატის და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ. ევროსტატის რეგიონული სტატისტიკის ნაც
კლასიფიკატორის დანერგვის გეგმის შემუშავება და განხორციელება ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია. სტატისტიკური ბიზნეს პროცესების მოდელის დანერგვის დაწყება, რაზეც გარკვეული განმარტება გავაკეთე კიდეც. ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მეთოდოლოგიის, ანუ ESA 2010-ის დანერგვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება. ჩვენ ახალი სტანდარტი ეროვნული ანგარიშების მიმართულებით 2019 წელსვე დავნერგეთ, ეს SNA 2800 გულისხმობს, მაგრამ ეხლა აქ საუბარია მისი ევროპულ ანალოგზე გადასვლაზე და ამასთან შესაბამისობაზე. მოსახლეობის სტატისტიკური რეგისტრის შექმნის საგზაურო კი შემუშავება, კი ვახსენე რომ აღწერა ჩავატარეთ, მაგრამ შემდგომი აღწერა აუცილებლად რომელიც 10 წელიწადში ჩატარდება, უნდა იყოს რეგისტრებზე დაფუძნებული და არა სრული მოწვით გარდაგარის პრინციპით. ეს გახლავთ თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა. ანუ ნახეთ, იქნება რეგისტრების სისტემა, შიდა რეგისტრი, რომელიც მაგალითად შიდა გადაადგილებას, მიგრაციის საკითხებს შეისწავლის, როგორც სხვა ქვეყნებშია, ევროკავშირის ქვეყნებში და აღწერით გათვალისწინებული საკითხების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად შერჩევითი გამოკვლევა ჩატარდება და ამ შერჩევითი გამოკვლევის ფარგლებში შეისწავლება გარკვეული საკითხები, რომელიც მთელ პოპულაციაზე განზოგადდება რასაკვირველია. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მიღწევას შორის აღსანიშნავია სხვადასხვა საერთაშორისო კლასიფიკატორის დანერგვა, მათ შორის პროდუქტების განახლებული კლასიფიკაციის ახალი სისტემის დანერგვა. რაც შეეხება 2026 წლის პრიორიტეტებს, აქ აღსანიშნავია რამდენიმე საკითხი. პირველი, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა გლოსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უზრუნველსაყოფად, ანუ გლოსი ეს გახლავთ ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ჩარჩო კანონმდებლობა, რომელიც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ არის შემოთავაზებული ქვეყნებისთვის. და ზოგადად აი მასთან დაახლოება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მთავარი პრიორიტეტია. ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრული აქტივობების გაგრძელება, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული, რა თქმა უნდა. ESA 2010-ის მეთოდოლოგიის დანერგვის ღონისძიებების განხორციელება, რომელიც წელს აქტიურ ფაზაში შევა, თუმცა ამაზე რამდენიმე წელია უკვე მუშაობთ. შედეგებს გამოვაქვეყნებ, რამდენიმეჯერ ვახსენეთ აღწერის შედეგებს და ასევე გავაგრძელებთ აქტიურ სამუშაოებს პროცესებზე დაფუძნებული მოდელის და მოსახლეობის სტატისტიკური რეგისტრის დასანერგად. ეხლა რაც შეეხება ინფორმაციას 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიში სტატისტიკის მიმართულებით ასახული შენიშვნების შესახებ. მოკლედ 2025 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით საქართველოს სტატისტიკის სფეროში აქვს სტატისტიკის სფეროში შეზღუდული პროგრესი, რასაც ვერ დავეთანხმებით და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი შეპასუხებაც გავაკეთეთ. ანგარიში ზოგადად დადებითად შეფასდა უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა და ევროსტატისტის უფრო მეტი მონაცემების მიწოდება. აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ევროსტატის პლატფორმაზე სტატისტიკური მონაცემების და მეტამონაცემების ატვირთვა. საქსტატი არ დაეთანხმა ანგარიშის მნიშვნელოვან ნაწილს, კერძოდ ანგარიში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. აქვე საწინააღმდეგოდ გეტყვით იმას, რომ 2023 წელს ჩამოსული იყო ჩვენთან მისია, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდა შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს მისია დაკომპლექტებული იყო ევროსტატის, გაეროს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ასე ვთქვათ ექსპერტებით და თვითონ მათ ვებგვერდზე უდევს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მეტწილად ჰარმონიზებულია საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ 2025 წლის ანგარიში წერია, რომ ნაწილობრივ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. დიახ, ზუსტად ეგრეა, ზუსტად ეგრეა.
მეორე საკითხი იყო კლასიფიკატორებთან დაკავშირებით. ანუ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო კლასიფიკატორების განახლებული ვერსიის შემოღებაა საჭირო. რეალურად საქსტატი დღეს კი არა, ევროკავშირის ქვეყანა სანამ დანერგავს, რეალურად მანამდე ვნერგავთ ხოლმე ჩვენ და ამ საერთაშორისო სტანდარტებს და ამას აღნიშნავს და აღიარებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც. თუ საუბარი არის ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის დანერგვაზე, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მიიღებული იქნა გაეროს რეზოლუციით, თავად ევროკავშირი იწყებს ამის დანერგვას. ეხლა ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ არის დანერგილი და ჩვენი სამოქმედო გეგმით, რომელიც მთავრობას აქვს დამტკიცებული, მისი შემოღება 2024-27 წლების სტრატეგიით არის გათვალისწინებული, რა თქმა უნდა. თუმცა გეტყვით, რომ არ არსებობს არც ერთი ქვეყანა დღეს მსოფლიოში, სადაც ეკონომიკური საქმიანობის სახეების ახალი კლასიფიკატორი არის დანერგილი. თან ამას გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს. მიღებული იქნება რეზოლუცია, ანუ დამტკიცდა სტანდარტი, მისი დანერგვა იმ დღესვე არ ხდება. ამას დაახლოებით მინიმუმ 2 წელი სჭირდება. ახალი კლასიფიკატორის დანერგვა ნიშნავს იმას, რომ 1 წელი მინიმუმ ახალი და ძველი კლასიფიკატორით უნდა აწარმოოს სტატისტიკა, იმიტომ რომ წინა პერიოდის მონაცემების გადაანგარიშება ხო სჭირდება, რომ ერთმანეთთან შესაძარისობა იყოს. შესაბამისად, ისიც არ მithქვამს შემთხვევით, რომ პირადად მე ვარ ჩართული ევროპის სტატისტიკის ბიუროს საქმიანობაში, ვარ არჩეული წევრი და შესაბამისად ეს ბიურო არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ამ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს და მერე ამტკიცებს და წარუდგენს გაეროს სტატისტიკის კომისიას დასამტკიცებლად. ანუ თუ რაიმე ახალი გამოდის, ჩვენ ეს წინასწარ რასაკვირველია ვიცით და უფრო მეტი მექანიზმი გვაქვს, რომ მოვემზადოთ და უზრუნველყოთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. კიდევ აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ანგარიში აღნიშნულია, რომ საქართველოს არ აწვდის ევროსტატს ეროვნული ანგარიშების მონაცემებს. სინამდვილეში 2025 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემების მიწოდება. აქ საუბარი არის მიწოდებაზე. თორემ ჩვენ ვებგვერდზე ყველაფერი გვიდებს აბსოლუტურად, მაგრამ იქ არსებობს გარკვეული პლატფორმა და შენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ თვლიან, ასე ვთქვათ. ეგ არაფერში არ ითვლება. მაინც და მაინც იმ პლატფორმის მეშვეობით უნდა იქნეს მიწოდებული, იმ პლატფორმაზე თვითნებურად ვერაფერს ვერ გააგზავნი, იქ რაღაცა მწვანე შუქი უნდა აინთოს, იქ რაღაცა თავისი ვადები აქვს ყველაფერს და ასე შემდეგ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივით, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები არ გვევალება, ჩვენი ინიციატივით ზუსტად მივყვებით იმ გზას, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურები ადგენენ. ასევე ძალიან გული დაუწდა იმაზე, რომ ანგარიში ახსენები იყო, რომ 2024 წლის აღწერა გარკვეული გადავადებების შემდეგ ჩატარდა. სიმართლე გახლავთ რეალურად ის, რომ საქსტატმა აღწერა ჩაატარა 2014 წელს საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს 10 წელიწადში ერთხელ მის ჩატარებას და დამეთანხმებით 2014 წლის შემდეგ 10 წელი ზუსტად 2024 წელს ემთხვევა და შესაბამისად ზუსტად 2024 წელს დავასრულეთ ეს ყველაფერი. ასევე მონაცემთა მიწოდებაზე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქსტატი თანმიმდევრულად ზრდის ევროსტატისთვის მიწოდებული მონაცემების ნომენკლატურასა და მოცულობას და ამჟამად მონაცემები იგზავნება განათლების, ტრანსპორტის, ბიზნეს სექტორის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, საგარეო ვაჭრობის, დემოგრაფიის, მოსახლეობის და ფასების სტატისტიკის მიმართულებით. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გახლავთ ძლავრი სტატისტიკის მქონე სისტემის ქვეყნები, ისეთები როგორიც გახლავთ ფინეთი, გერმანია, იტალია და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის ჩამოთვლა არის შესაძლებელი, რომელთა გამოცდილების პრაქტიკას არა მხოლოდ ვიზიარებთ, არამედ უკვე დანერგვილი გვაქვს ბევრი მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონო გოგიტა. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ, მოსაზრებები, კომენტარები? კი, რა თქმა უნდა. გისმენთ. მოგესალმებით, ძალიან საინტერესო რაც გაგვაცანით. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის დაგეგმარებისთვის და ზოგადად სტატისტიკური ინფორმაცია, იმიტომ რომ იძლევა შესაძლებლობას სწორად დაიგეგმოს ბიზნესი თუ ნებისმიერი სფერო. თქვენ განაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდში 1500 წერილი არის თქვენთან შემოსული. ანუ წინა წლებთან დაკავშირებით ეს რა თქმა უნდა იკლებს. ხო არ გამოიკვეთა ამ წერილებში ისეთი ინტერესი, რომელიც ჯერ არ არის დანერგილი თქვენს უწყებაში და ხო არ მუშაობთ ამ მიმართულებით? ამიტომ რომ ყველა ინფორმაცია განთავსებულია, ეთყობა რაღაც დამატებით ინფორმაციას საჭიროებს კიდე მომხმარებელი, ამ მიმართულებით ხო არ გაქვთ რამე სიახლე? მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რაღაც კონკრეტული არ გამოკვეთილა, თუმცა შემოსული წერილები ჩვენთვის ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისთვის, რომ დღის წესრიგში დავსვათ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების წარმოების საჭიროება. შეიძლება იყოს ინდივიდუალურად კონკრეტული პირი, რომელიც ითხოვს რაღაც გარკვეული სახის ინფორმაციას, ჩვენ ნებისმიერი ცალკე სუბიექტის მოთხოვნას სამწუხაროდ ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ თუ ამა თუ იმ საკითხზე საზოგადოების მხრიდან არსებობს ფართო ინტერესი, რა თქმა უნდა, ის ჩვენი დღის წესრიგში შედის. ამ მიმართულებით სხვათა შორის ჩვენ წერილების გარდა კიდევ ორ მექანიზმს ვიყენებთ. პირველი მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევას, მასშტაბურ კვლევას ვატარებთ, რომლის მიხედვითაც მაგალითად გამოკვეთავთ, რომელი ინფორმაცია არის ყველაზე მეტად მოთხოვნადი, რა მონაცემების დეფიციტს განიცდის საზოგადოება და ასე შემდეგ. და გარდა ამისა 15-მდე პირისპირ შეხვედრას ვატარებთ წლის მანძილზე საშუალოდ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიასთან, მათ შორის მედია, ფიზიკური პირები, სახელმწიფო მმართველობის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და ასე შემდეგ. გისმენთ ბატონო. მადლობა ბატონ ლევან, მადლობა ბატონ გოგიტა ანგარიშის წარმოდგენისთვის. მე მაინტერესებს ევროინტეგრაციის 2025 წლის ეროვნულ გეგმაში თქვენი დაგეგმილი აქტივობები და შესაბამისი ბიუჯეტები. ეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებია თუ თავად ევროკავშირი რამე პროექტს აფინანსებს მათივე დაფინანსების ჩართულობით და აქვე არის მონაცემები, რომ ევროსტატისტვის მონაცემების და მეტამონაცემების გადაცემა კვლავ ძალიან შეზღუდულია. რა არის ამის მიზეზი, რო გითხრათ და რა არის საჭირო, რომ გაღარმავდეს ეს თანამშრომლობა. მადლობა. დიდი მადლობა. მოკლედ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას ჩვენ პრაქტიკულად სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს ვეფუძნებოდით მთლიანად. იყო გარკვეული მიმართულებით ტექნიკური და ასე ვთქვათ დახმარება, ანუ ექსპერტებს თვითონ უხდიდნენ შესაბამის ანაზღაურებას ევროკავშირის პროგრამა twinning-ის პროექტის ფარგლებში, რასაც აქტიურად ვიყენებდით, სამწუხაროდ აღნიშნული პროექტი ამ ეტაპზე მოქმედი არ გახლავთ, თუმცა ჩვენი წარსულზე და ასე ვთქვათ მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში კვლავ განვაგრძობთ იმ ქვეყნებთან, იმ სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიურ მუშაობას ამ მიმართულებით. რაც შეეხება მონაცემების ტრანსმისიას, როგორც გითხარით, ესე იგი ევროსტატს აქვს ესეთი მონაცემთა გაცვლის სისტემა, მაგალითად მე დავნერგე ახალი სტანდარტი და ამ სტანდარტთან დაკავშირებული ყველანაირი გაიდლაინი, გზამკვლევი, მონაცემები გამოვაქვეყნე ვებგვერდზე, ხო? ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებაში მიღებულია, რომ ეს გახლავთ უკვე ახალი სტანდარტის დანერგვა. მაგრამ ევროსტატი ამას არ ჯერდება, მიუხედავად იმისა, რომ ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული, ის ითხოვს თავის მიერ შექმნილ სისტემით ამ ინფორმაციის მოწოდებას. ჩვენ ამ სისტემაში წვდომა მაშინ გვაქვს, რაც ისინი მოგცემენ დაშვებას, ასე ვთქვათ, და ჩვენ რამდენიმე კვირით, ზოგჯერ თვით ადრე ვეუბნებით, რომ აი მოგთხოვთ, მოგცეთ დაშვება ამ მიმართულებით, ზოგჯერ ვიღებთ დაშვება, ზოგჯერ არ ვიღებთ, ზოგჯერ იგზავნება ინფორმაცია, ზოგჯერ არ იგზავნება. ჩვენ არასდროს
არ ყოფილვარ წინააღმდეგი რაიმე სახის მონაცემების გაგზავნის თვალსაზრისით. მით უმეტეს ეს ინფორმაცია ვებ გვერდზე დევს. ჩვენი ამოცანა ზუსტად ის არის, რომ ჩვენს ვებსაიტზე მაქსიმალურად ყველანაირი ინფორმაცია იყოს ატვირთული, განთავსებული. იმიტომ რომ თუ ადამიანს იყო ადრე მაგალითად 15 წლის წინანდელი, 10 წლის წინანდელი სტატისტიკის სამსახური, დღევანდელი სტატისტიკის სამსახურიდან იმით შეიძლება განსხვავდებოდეს, რომ იქ წერილი მოდიოდა და წერილის შედეგად ვაწვდიდით ინფორმაციას. ანუ თუ რაიმე შესაძლო კომბინაცია არის, ის ისე დევს ვებსაიტზე და უფრო მარტივია, ამით ვამცირებ ბიუროკრატიულ ბარიერსაც, რაც შეიძლება წერილის მომზადებასთან იყოს დაკავშირებული. ეხლა ყველაფერი ბუნებრივია, არ შეიძლება დაიდოს ვებსაიტზე, გამომდინარე იქედან, რომ რაღაც კონკრეტული დამუშავება ჭირდება და ამ დამუშავებას დრო სჭირდება და ასე შემდეგ. აი ზუსტად ამაზეა საუბარი. თუმცა ამ მიმართულებითაც არ ვნებდებით ნამდვილად იმ ასე ვთქვათ სირთულეებს, ეს ჩვენთვის არ არის, ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ვიცი, კიდე ეს სირთულე ზოგადად შრომატევადია საკმაოდ და თუ დავაკვირდებით დინამიკას და ტრენდს, მზარდია, მოკლედ წლიდან წლამდე ამ ტრანსმისიის მოცულობა, ასე ვთქვათ. მადლობა დეტალური ანგარიშისთვის, ძალიან საინტერესო იყო. მე მაქვს ასეთი შეკითხვა. ანუ თქვენი ანგარიშიდან როგორც მე მივხვდი თქვენი მოხსენებიდან, რაღაცა გულისწყეტაა იმის შესახებ, რომ სათანადოდ არ იქნა თქვენი მცდელობა დაფასებული და განხილული ბოლო აი ამ ანგარიშში, ხო? მაინტერესებს რატომ ფიქრობთ რომ ეს მოხდა და რა შეიძლება რომ გავაკეთოთ რომ შემდგომში ეს გამოვასწოროთ. მადლობა. ძალიან რთული შეკითხვაა. ნუ პრაქტიკულად ფაქტი სახეზეა რომ ზოგჯერ ჩვენ და გასაკვირად აი თეთრზე შავი წერია, ან პირიქით თეთრზე შავს ამბობენ, ან შავზე თეთრს პირიქით. სამწუხაროა, აი თუნდაც ერთ-ერთი ძალიან მარტივი მაგალითი 2014 წელს ჩატარდა აღწერა და გვიწევდა 2024 წელს ჩატარება და იწერია რომ გარკვეული გადადებების და ვადაგადაცილების გათვალისწინებით ჩატარდაოდა. არ ვიცი, ნუ ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ ვართ სტატისტიკის სამსახური არის პროფესიულად დამოუკიდებელი ინსტიტუცია, განყენებული აბსოლუტურად პოლიტიკური აქტივობისგან, მაგრამ ჩვენც მაინც ვთვლით, რომ სტატისტიკის სამსახურის და ნებისმიერი უწყებაც გლობალური პოლიტიკის ერთიანი ნაწილი გახლავთ და შესაძლოა ესეც იყოს, არ ვიცი. თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დავდახრილი არ შევხვდეთ ამას და ვცდილობთ, რომ დავასაბუთოთ ჩვენი სიმართლე, რასაც ზოგჯერ ითვალისწინებენ, ზოგჯერ არ ითვალისწინებენ. ანუ პირდაპირ აშკარად უარს არავინ არ ამბობს, მაგრამ ეს იმდენად იწელება დროში, ზოგჯერ თვეები, ზოგჯერ წლები, რომ შემდეგ საერთოდ ჩვენი მხრიდან ამ საკითხის წამოწევაც კი აქტუალობას კარგავს. მადლობა მეგობრებო, მადლობა ბატონ გოგიტა ანგარიშის წარმოდგენისთვის. თქვენს ანგარიშს ცნობად მივიღებთ ამ კომიტეტზე. ხო, მთავარია, რაც თქვენ ბრძანებთ, მთავარია თქვენ სტატისტიკა აწარმოოთ, ეს სტატისტიკა იყოს დროულად, სწორად, სწორი მეთოდოლოგიით და ნუ გასაგებია, გვინდა თუ არ გვინდა, ხანდახან პოლიტიკის ნაწილი ხდებით ხოლმე და აი პოლიტიკურ ორხრივ როლაში შეიძლება თქვენც მოყვეთ ხოლმე. მაგრამ აქ მთავარია კიდევ ერთხელ, რომ თქვენი საქმე შეასრულოთ მაღალი ხარისხით, პროფესიონალურად. რაც მთავარია თქვენც ასევე ახსენეთ ეს მონაცემები იყოს გამოყენებადი, გადაწყვეტილების მიღებებისთვის, სხვებისთვის ეს ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთესი პოლიტიკის დაგეგმვისთვის იყოს გამოყენებადი. და ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ეს იქნება პრინციპში ის მთავარი მიზანი, რაც რისთვისაც თქვენი სამსახური არის შექმნილი. ასე რომ ამ საქმეში ნამდვილად წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, ეს კომიტეტიც მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხოლმე ჩემს კოლეგებთანაც გაქვთ ურთიერთობა, მთლიანად პარლამენტი თუ მთავრობა ამ საკითხში გვერდში გიდგათ, რა თქმა უნდა.
დიდი მადლობა და თქვენის ნებართვით დავასრულებთ კომიტეტს. მადლობთ.